თავი 25. ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა. ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი. როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის. 6 წელიწადს თესავდე შენ ყანას, 6 წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს. მე-7 წელს კი საუქმო შაბათია მიწისთვის. უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა. ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომყა და გაუსხლავი ვაზიდან უძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის. მიწის უქმობის დროს კონდეთ საჭმელად შენ და შენს ყმას, შენს ყმაქალს, ქირის კაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას, შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი კონდეთ საჭმელად. გადაითვალე 7 უქმობის წელიწადი. 7 წელიწადი რომ გამოგივიდეს 7 უქმობის წელიწადში სულ 49 წელი. დაკარი ბუქს მე-7 თვეში, თვის მე-10 დღეს. შენდობის დღეს დაკარით ბუქს მთელს თქვენს ქვეყანაში. წმიდა ყავით 50 წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი. ზეიმი იყოს თქვენთვის 50 წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული. არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან. რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი. ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს. როცა რაიმეს მიყიდის შენს თვისტომს, ან რამეს იყიდის შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს. ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდეს შენი თვისტომისგან. მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოჰყიდოს. თუ ბევრია წლები გაზარდე ფასი, თუ მცირეა წლები დაუკელი ფასი, რადგან მოსავლის ანგარიშით მოყიდის. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში. მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ. თუ იკითხავთ რა ვჭამოთო მე-7 წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი. ბრძანებთ ჩემს კურთხევას თქვენზე მე-6 წელს და მოიყვანს მოსავალს 3 წლისთვის. დათესავთ მე-8 წელს, მაგრამ მე-9 წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ. ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს. მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან. მთელ თქვენ სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული. თუ კაც გამომსყიდველი არ აყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს. თუ გამოსასყიდს რამდენიც საჭიროა ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება. თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან 1 წლის გასვლამდე შეიძლება გაყიდულის გამოსყიდვა. 1 წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს. თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა. ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არ აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა. ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა. თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის. მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია. თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი და იცხოვროს შენთან. ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს, შენი ღვთისა გეშინოდეს და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან. ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს. მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ყოფილიყავი. როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ.
ქირის კაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან. ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან. მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს. რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი. ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენ ღმერთის გეშინოდეს. ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმაქალი. იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად განან თქვენთან. და მათი მოდგმიდან თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი. დაუტოვეთ ისინი თქვენ შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი, მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით. თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს, ამ მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა, მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას. ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას. ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის. ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნას თავი. გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს, იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშავებს მასთან. თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან. თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი. ქირის კაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების მანძილზე. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ. თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად, რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები. ჩემი ყმები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.